ლაძე ასევე კითხულობს 60 ქულოს, დღესაც მიიღო მონაწილეობა მსახურებაში, დღეს იყო განსაკუთრებული დღე ჩვენთვის ქართველებისთვის, იმიტომ რომ ეს იყო სევნიანი დღე წირვაისა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გავაცილეთ ჩვენი უწმიდესი. რა სიტყვი დღევანდელ დღეზე და პატრიარქის როლზე ქართულ ეკლესიაში და თვითონ შენ აი ამ მისიაზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უწმინდესო გვიყვარხარ, როგორც უწმინდესმა თქვა ეს სიტყვები, რომ საქართველოს მიყვარხარ, აი ჩვენს გვიყვარს უწმინდესი და თქვენ თვითონ შეხედეთ დღეს ხალხი რამდენი მოვიდა აგერ მოსკოვში, მადლობა უფალს და მე მინდა თქვა პატრიარქზე, რომ პატრიარქი არის ის პიროვნება, იყო ის პიროვნება და არის, რა თქმა უნდა, ის ზეცაში იქნება ყოველთვის ჩვენზე მლოცველი, რომელმაც პირდაპირ შეასრულა სახარების მცნება, რომელიც ბრძანა უფალმა სახარებაში, რომ მომბაძად ჩემთან იყვენით, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. პატრიარქი იყო მშვიდი და მდაბალი გულის ადამიანი. ეს მცნება მან ბოლომდე შეასრულა და უფალმა თქვა, რომ მომბაძად ჩემთან იყვენით და ვინც უფალს ბაძავს, ის არის უფლის გვერდით. თქვი და ყოველთვის გავიმეორებ იმას, რომ მალე დადგება ის დრო, რომ პატრიარქს შერაცხავენ წმინდანად და ჩვენ საქართველოს ეყოლება ზეცაში უდიდესი წმინდანი, რომელიც იქნება საქართველოს ხაზზე მლოცველი ყოველთვის და როგორაც უყვარდა მას საქართველოს, ის დაეხმარება ზეციდან იმ სიყვარულით საქართველოს ყოველთვის. ის იყო ჩემი ბავშვის ნათლია, რომელიც მონათლა მან მესამე ჩემი გოგო ანნა და მე მახსოვს, რომ ის აქ რო შემობრძანდა, აქ მოსკოვში რო იყო ჩამობრძანებული, მე პატრიარქს გავიგე, რომ პატრიარქი მოდისო, გაგცხოვრობდი მაშინ, ხო და აი იმ ადგილზე ვიდექი, ხო და მაინტერესებდა პატრიარქზე შეხედვა, არ ვიყავი მორწმუნე და იქ რო ვიდექი ხალხი იდგა ასე ის გაკეთებული იყო შემოსასვლელი და მე თქვი იქნებ პატრიარქს ხელით შევეხო ანაღაცა, რომ მე თქვი მიდო და ეს სურვილი მქონდა და იქ რო ვიდექი, ხო დავიჩოქი მუხლებზე და პატრიარქი რო შემოვიდა, რომ დამინახა დაჩოქილი. ხო აიღო და თავზე დამატო ხელი. და ჩემში მოხდა რაღაც საოცარი გაბწყინება. მე ისეთი ეს უკვე მე მივხვდი რომ ეს არის მადლი, რომელიც მისგან წამოვიდა ჩემზე და იქედან ახლა მე დიდი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ იქედან წამოსული მე უკვე უფლება მქონდა რომ ეკლესიაში არ მიარა, მე წმენაში არ წამსულიყავ უკვე რომ ეს იმხელა რაღაცა მოხდა ჩემში. ამიტომ მოუწოდებ ყველა ქართველებს მადლობა უფალს, რომ ჩვენ მისმა გარდაცვალებამ ტერი და მოყარე გაგვერთიანა ქართველი ხალხი, ეხლა გაერთიანებული ვარ ჩვენ და აი ზუსტად ეს გაერთიანება და ეს ერთობა ეხლა არის შესანარჩუნებელი. ჩვენ არ უნდა დავყარგოთ ეს. მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენ